ესეთი მომენტი იძახიან, კაი როლებს ვითამაშე, წმინდანების როლებს ვითამაშე. ეს საერთოდ მე თუ ვკითხავ, ეს უარესი მკრახელობაა წმინდანის როლის თამაში. ჯობია ცოდვილი კაცის როლი ითამაშო, ვიდრე წმინდანის როლი ითამაშო. რჯულის კანონში პირდაპირ წერია, ერის კაცმა, რომელმაც მღვდლის სამოსი ჩაიცვას, 15 წელი უზიარებლობით დასაჯება. ანუ ერის კაცი, რომელიც ადგება და ანახებას ჩაიცვას, წერებს მოუშვე და ვითომ მღვდელია დაიწყებს მღვდლობას, 15 წელი უზიარებლობით ისჯება. და კაცი, რომელიც წმინდა მამას მიბაძებს, კაცი, რომელიც მოციქულებს მიბაძებს, იმის საჭირი რა იქნება. ახ თვიშობას რო ქალი მიბაძებს და მე რაღაც ბინძო ფილმში ითამაშებს. წარმოიდგინეთ. ამ თქვა ქრისტეს როლს კაცი თამაშობს და უცმად შესვენებზე დაждებს ფეხიფერზე, გადადებს სიგარეტს მოწევს. იქ რაღაცას გაიხუმრება, გაემასქრება. მე ამ გრიმს მოიმას, მე მანქანას დაждება წავა რა არის. ღმერთმა რატომ გადმოაგდო ეშმაკის ზეციდან? იმიტომ რომ ეშმაკმა მოინდომა ღმერთობა და მიბაძა ღმერთს. წარმოიდგინეთ ადამიანს, რომელიც იესო ქრისტეს ბაძავს. კინოში. რასაც ოდაული ესეთი ადამი რა დღეშია და რას იტეხავს თავის თავს. აი ხლა რუსულ გაზეთში ეწერა მითხრეს ქრისტეს ნებანერო ფილმი. ვინც ითამაშა ეს როლი? ჯერ ამოვიდე ხა ნახე. ჯერ თურმე ჯვარი რო აიღო, ჯვარი დაეცა თავში 60 კილოები. ხარ მოიტეხა თუ რაღაცა. მე ჯვარს მისცემს რო იღებდა თურმე ბაგრატში ვეკრავდა და ამ კაცს დაემართა პლევრიტი და ძლივს გადარჩა რაც სამუდამოდ დასახიშდა მთელი ცხოვრება. ბოლოში მეხი დაეცა კაცს. ეს ეწერა რუსულ გაზეთში რა. არაფრით არ შეიძლება წმინდანების როლის თამაში. ზოგიერთი ადამიანი ესეთ რამეს იძახს, რომ ჩვენ ამეთი ქრისტიანობას ვქადაგებთ. როგორ ფიქრობთ, თქვენ მოციქულთა დროს თეატრი ხო იყო? როგორ არის? თეატრები იყო საბერძნეთში. სადმე თუ გაგიგიათ, რომ მოციქულები გავდნენ წარმოდგენა ჯვარცმისა და აი ჯვარცმის სპექტაკლებით ქადაგებდნენ ქრისტიანობას. გაგიგიათ ესეთი რამისა. გაგიგიათ სადმე რომ წმინდანი რომ შემოვიდა საქართველოში, ქრისტეს ჯვარცმა ეკადაგოს ამ მოციქულებისთვის მიებაძოთ და როგორც მოციქულები ქადაგებდნენ, თუმცა ისე დაეწყოთ ქადაგება. გინახიათ ესეთი რამე სპექტაკლებით სადმე ქრისტიანობა ეკადაგოთ. როგორ ფიქრობთ 2000 საუკუნის განმავლობაში თუ კი ეს არ შეიძლებოდა? ეხლა რა შეიძლება? ვერცეთ ადამიანს ვერ მანახებთ თქვენ, რომელსაც იესო ქრისტეს ვნებების შემდეგ რომ ნახა ეს ფილმი, ამის შემდეგ ანახსარება თქვენ მოვიდა. არ არსებობს. იშვიათად რაღაცა თუ მოხდა, ესე მეძაობითაც მოყავს ღმერთს ეკლესიაში ხალხი, მაგრამ მეგუბრები მეძავი იყო, მაგრამ მოვიდა ეკლესიაში. მაგრამ მიატოვა ეს მეძავი. ანუ რისი თქმა მინდა? მე გიხსნით სახიობამ რატომ არ შეიძლება. ეხლა ერთი მომენტია, ეკლესიაში არის ერთ-ერთი წმინდანი და ვინ იყო ეს კაცი? ეს კაცი იყო ქუჩის ტაკი მასხარა.